Kirpasa meqavreb xotmiya salmocheni gatsem istubari kalbatoin Tamar Qorzaiya. Როგორ გძანდებით ქალბატონ თამარ, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს სტუდიაში, პირველად ხარ ჩემს გადაცემაში. ხო, და თან ისეთ დროს დაემთხვა, ხო იცით, აი რაღაცა ამბები რო არა და მე სულ მინდოდა თქვენთან მოხვედროთ. ამბებში მოხდა. აი როგორ ამბავს დავამთხვიე მაინც, რომ აი ეს რაღაცა მთელი ნებათა ხელვა რომ მოხვა ქალბატონი ხათნო სამძის კი. ამბავს, ხო? მირთვით ჩვენი გამაგრებელი სასმელი. ხო. რა ვქნათ, აი ამ ამბავს ვერაუვლით გვერდს, ვერანაირად. არც უნდა უყუროთ, ბრავო ქვია თან და ძალიან მნიშვნელოვანი სახელია. ბრავო. ასე რომ ბრავო რომ აქ არის ეს ასმე. ესე იგი მაყურებლისთვისაც რო იყოს გასაგები 0%-იან ბარიერზე იყო საუბარი, ხო? და პროპორციულ არჩევნებზე თუ რა თქმა უნდა შეიტანა ხელისუფლებამ ეს კანონ პროექტი. დიახ. საკონსტიტუციო ცვლილება ის რა თქმა უნდა საკონსტიტუციო ცვლილება უნდა, მაგრამ ყველაზე სახალისო ამ პროცესში არის ის, რომ გაჟღერდე თუ არა ეს განცხადება ქართულმა ოცნებამ არიქა მართლა არ დავიღუპოთო და რას ლაპარაკობთო, რა დროს ეგ არის სოციალური პრობლემებია ქვეყანაში, დიახ და მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის იცით ბატონო? ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი ქართული ოცნებაც, მე იმდენად დარწმუნებული ვარ არჩევნების გაყალბებაში, რომ ყველამ რო გადაწყვიტოს შესვლა ნაციონალური მოძრაობიდან დაწყებული, ყველას მე ვეყოლები დასაყოლიებელი რო შევიდნენ ნამდვილად. ხო არა, მართლა, იმიტომ რომ მართლა ისეთი ყველაზე მეტი დასკვნა, თქვენ გამოიძიეთ, იმიტომ რომ რასაც უყურებდი ეს პერიოდი ამ არჩევნების გაყალბების, ხო, აი ყველა ფაქტები აი ესეთი დასაბუთებულად თქვენ გამოგქონდა და თქვენ ლაპარაკობდით ამ ყველაფერზე, რა, მესმის. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება არის ძალიან უხერხულ მდგომარეობაში და ეს მისთვის არის პრობლემა და გაერთიანებული ოპოზიცია და საერთოდ საქართველოში არსებული ოპოზიცია არის ერთიანი საკუთარ პოზიციებთან დაკავშირებით და ამ ხელისუფლებას არ შეიძლება შევარჩინოთ ის რაც გააკეთა 31 ოქტომბერს არავითარ შემთხვევაში. თქვენ ესე პირდაპირ ესეთი გაყალბებას პირველად შეეჩეხეთ ალბათ, ხო? მანამდე არასამთავრობოში იყავით? ხო, მაშინ ვერ ამჩნევდით. თუ როგორ? კი, როგორ არ ამჩნევდით? მაგრამ ესე ძაფრად არ ჩანდა მაგრამ. უბრალოდ ამ არჩევნების სიახლე ის იყო, რომ კომპლექსურად იყო ყველაფერი გამოყენებული ეს. საოცარი ნიჭი გამოავლინა ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ ერთობლივად ამდენი მეთოდი მოულოდნელი იყო და აი ახლა აქ ამოვარდა პრობლემა, იქ ამოვარდა პრობლემა და ვერ ვასწრებდით. ეხლა ვაფეხები არა ვართ ბოლოს და ბოლოს, რომ ყველაფერს ერთად ჩავეჭიდოთ და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ამბობს, რომ გვიმტყუნეს ჩვენმა დიდმა პარტნიორებმა ერთი რამე ცხადია. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და ჩვენი დიდი ბლოკიც კი უძლური იყო მასშტაბების დარღვევაზე დროული რეაგირებისთვის. მასშტაბი რეალურად იმდენად დიდი იყო, რომ აი წამებში უნდა მოგვესრო ყველაფერი, რომ გაგვესაჩივრებინა და მე მანქანა გვებრძოდა ძალიან დიდი ბოლოს და ბოლოს თლად ბიძინა ივანიშვილის სათავეში. ანუ ესე იგი ეს საჩივრები რომ ცესკოში უნდა მიგეტანათ ეს საჩივრები. ჯერ ანუ უბანს ასაჩივრებ უბანზე ან საოლქო კომისიაში, მერე საოლქო კომისია მიგაქვს სასამართლოში და საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მერე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სასამართლოში და აი თქვენ წარმოიდგინეთ ეს სქემა სრულად გავიერთე ყველა ეტაპზე, ყველა დონეზე, ყველა საჩივართან დაკავშირებით. რატომაც ბატონი სოზერსუბარი ფიქრობს რომ უნდა გამოითხოვოს ეს საჩივრები და უნდა შეისწავლოს და თუ შესწავლა უნდა ეგრეთ წაიკითხოს CSGO საიტზე ყველაფერი არის. ყველაფერი. ხო, იმიტომ რომ მე ვიცი მახსოვს რომ აი რაღაცა თან სპეციალურად რაღაც პატარა ვადებია რომ გაასაჩივროთ. დიახ, საარჩევნო კოდექსის და საერთოდ საარჩევნო პროცედურები დროში შეზღუდულია, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტით ეს არის 3 არავანაკლებ 3 დღეზე. ჩვენთან არის 2 დღე პირველ საჩივარზე და მერე არის 1 დღე მეორე საჩივარზე და ეს შემცირებულია რომ იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება ნორმალურად ატარებს არჩევნებს და რაღაც რეალურად ისეთი დარღვევებია, ეს მოსწრებადი ვადებია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ მასშტაბს, რომ მაგალითად ხელისუფლებამ აღიარა და მათივე მონაცემების შესაბამისად ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდის მონაცემების შესაბამისად დავთვალეთ და
მათ შეცდომებზე 1151 შესწორების ოქმი აქვს. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, აი ჩვენ რას გვერდია, რა უნდა გაგვეკეთები და როგორ უნდა მოგვესწრო, როცა მთელი მანქანა მათი იყო, ბოლოს საარჩევნო კომისიებში ძირითადად მათი ხალხი იყო, ასწავლიდნენ, ატრენინგებდნენ, რა ყველაფერს აწერინებდნენ და საბოლოო ჯამში იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ 1151 შესწორების ოქმი. ანუ ეს 1151 შესწორების ოქმი წარმოიდგეთ ორ დღეში უნდა გაასაჩივლო 1100 და ჩვენ გვაქვს სიმართლე გითხრათ დავწერეთ 1216 საჩივარი მთელი ამ 31 დეკემბრის 31 ოქტომბრის არჩევნებზე და მე ამ საჩივრებზე უარის გასაჩივრება ყველაფერი ყველა შემაჯამებელი ოქმის საოლქოსი გავასაჩივრეთ აბსოლუტურად ყველაფერში ვადებში ჩავედიეთ და ხელისუფლება შეეშინდა რომ ეს ყველაფერი რომ განვიხილოთ ხო დაგვემხო ჩვენი შედეგებიო და გვითხრეს რომ არა თქვენო საერთოდ არ ახართ უფლებამოსილი პირებიო და ყველაზე საინტერესო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხდომაზე ვართ განხილვაზე და გამოდის კომისიის თავმჯდომარე ქალბატონი თამარ ჟვანე და ამბობს რომ იცით რომ არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარი არ არისო აი მიუკერძოებელი ორგანიზაციებიო არ დაობენო არჩევნებში არა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი იყო იმ დროს მაგრამ ეგ არ არის არსებეთ. აი მიკერძოებულები პოლიტიკური პარტიები დაობენო და ნუ ამაზე ჩვენი ბოდიში მიკერძოებული ვართ ეხლა არჩევნებში მონაწილეობ მოგება გვინდა ხო და რაღაც აბოდიშო ცოტა კი გაგვიხადეს საქმე ამ ნაწილში მაგრამ აქ ამბობს ხელისუფლება რომ მაგალითად თუ 1%-ს მაინც დაგვიმტკიცებთ რომ გაყალბდაო დიახ ხო მაგ შემთხვევაში ჩვენ ხელმეორე არჩევნებს დავნიშნავთ ხელახალ არჩევნებზეა საუბარი და მე მაინტერესებს იცით რა რომ აი მოდი ახლა დაუმტკიცოთ მე ესე კი ამბობთ 1151 არის ოქმი რაღაც ამბავი მაგრამ აი დეტალურად აი პატარ-პატარა მაგალითები თუ გაქვთ ახლა მე ფურცლებსაც დავინახებ კი მოვიტანე პატარ-პატარა მაგალითები თუ გაქვთ აი რომ მართლა დღეს დავუმტკიცოთ რომ მართლა 1%-ზე მეტი გაყალბდა. ნუ პირველი და მთავარი მე არ შეიძლება მივუხედავად იმისა რომ ძალიან ხუმრობთ არ შეიძლება ხო ისფედის საკითხს რატომ არ პასუხებდნენ ისფედმა კომისია რო შექმნა ერთი თვე რო იხილავდა როდესაც თავს დაესხა ქართული ოცნება რატო არ შექმნე რატო არ უპასუხეს იმას რომ აი ამ შესწავლის შედეგად ისფედმა თქვა რომ არაფერში არ შეცდორ 8% უბანზე მეტობა აღმოჩნდა 25%-ზე ნაკლებობა მაგრამ გაისუს სუსტი ჯუმადარი აი ესეთი ოქმი გვაქვს არჩევნების დღეს 12 საათზე იწერება დაითვლება მოსული ამომრჩევლები და ჩაიწერება ოქმებში მერე 5 საათზე ითვლება და ესეთი 27 უბანზე გვაქვს ესეთი მდგომარეობა რა რომ 5 საათზე მოსული ამომრჩევლები არის 450 450 დია 5 საათზე მაგრამ 8 საათის მერე რომ გახსნეს ეს ურნა და დათვალეს აღმოჩნდა რომ ჯამში სულ იყო 290 ამომრჩეველი მოსული აი ამას უწოდებენ მექანიკურ შეცდომებს ჩვენთან ჩვენ არჩევნებში აი მეორე მარჯა ორჯერ ნაკლები ადამიანი დააფიქსირა აი ეს მთაწმინდის ოლქია ნომერ პირველი ოლქია და ერთ-ერთ უბანზე არის ასეთი რომ სულ არჩევნებში მოვიდა და მონაწილეობა მიიღო 36-მა ადამიანმა მაგრამ ქართულმა ოცნებამ მიიღო 48-მა კიდევ აი ერთი მაგალითი არის ესეთი ძალიან საინტერესო ეს არის მე-10 საარჩევნო ოლქია ერთ-ერთი უბანია ეხლა ამით არ დავღალოთ ჩვენ მსმენელი და მაყურებელი მოვიდა 571 ამორჩეველი ასე გვიწერია და შემდგომ უკვე რო დავთვალეთ ეს ჯამი ხო ყველა პარტიაზე მიცემული ხმების აღმოჩნდა რომ 171 ხმა უბრალოდ არ არის არ ამოვიდა 5-ში არ იყო საერთოდ მაგრამ 571 გამოცხადდა დაკვეთა რაც იყო იმას გადაჭრა კი ნამდვილად არის კიდევ ასეთი შესწორების ოქმების მოვიტანეთ რაც ძალიან საინტერესოა აი მაგალითად როდესაც აი ესეთი შეცდომები ხდებოდა მე რა თქმა უნდა დგებოდა აი ასეთ შეცდომებზე ყველაზე კარგი რაც ხდებოდა კი არ დათვლიდა კომისია საჩვენებს და თან საკუთარი ინიციატივით დაუძახებდა კომისიის წევრებს და ერთ-ერთი კომისიის წევრი მაინც აღმოჩნდებოდა რომელიც აუცილებლად იტყოდა იცით რა ეთყობა მე გადავიღალე ან ჩამეძინა ეგზუამობდი და ეს რიცხვი კი არ უნდა ეწოს ეს უნდა ეწეროს და კომისია იმსჯელებდა ამაზე და
დიახ, ეს მართალია და ამიტომ არავითარი პრობლემა არ არის. ამის მერე დგებოდა ეს შესწორების ოქმები და ყველა საინტერესო აქ არის ის, რომ აი თვალსაჩინო და ცალსახად შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ხელმოწერების არ ემთხვევა ხელწერა. სხვადასხვა ხელმოწერა. ხო, ანუ აშკარად. ორი ერთ კალიგრაფია რო ვთქვათ, არ ემთხვევა. და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და ვუთხარით, რომ კალიგრაფიული ექსპერტიზა ჩაეტარებინათ, მაგრამ ჩამიჩუმიც არის, გასუსულები. მიმდინარეობს გამოძიება, ალბათ. არა, ამასაც არ გვეუბნებიან, მიმდინარეობს გამოძიება. მაგასაც არ გვეუბნებიან, მიმდინარეობს გამოძიება. თავარი ის არის, რომ საგამოძიებო კომისიას ქმნიან თუ არა, გამოძიება მიმდინარეობს, ეგ არ არის. არსებითი საკითხი. ზირთადად ეს არის, კიდე ერთი უბანი მაქვს მოტანილი, სადაც ეს არის, საინტერესო, ეს არის სწორედ ესეთი ლეგენდარული ბოლნისის უბანი, ამორჩეველთა რაოდენობა არის 97. ხო. ბატონ მეშველიას მიღებული აქვს 94 ხმა და კახაბეროქშუშს 58 ხმა. აი ეს 97, სად არის, ვინ არის, როგორ მოვიდა? ამოქმების ფერე გვეუბნებიან, რომ არ ყოფილა პრობლემა, არაფერი არ არის. უმნიშვნელოდ არაფერი არ მომხდარა. შეიძლება კი, რა თქმა უნდა, სამახსოვროდ აი ეხა მაგალითად უყურე მე კოლექციის ნაწილი შეიძლება. ხო, აი ეხა 97 ხო არის და 58 კახო-ოქრიაშვილს და 94 ეს მიშველიანი და აქ აშკარად ცხრიანი არის ძალიან ცუდად წერია რა 94 ცხრიანი არის ძალიან უეჭველი არის 24 ხმა დავიფიცე და ცხრიანად არის გადაკეთებული აი თუ არა კალიგრაფიის პრობლემა არის ჩვენთან აშკარად ეს მიგრძნობა ამებს დავიტოვებ მე ეს ამებს ვაგროვებ კი კოლექცია ალბათ ანუ საერთო ჯამში აი თქვენი გათვლებით, აი თქვენი გადმოსახედიდან, აი ეს ბრმად, რო ვთქვა, აი დავამრგვალოთ ან რამდენი პროცენტით გაყავდა ახლა ისე არჩევნები. ესე იგი, ხელისუფლებას რო არ ესარგებლა, აი ამ ახსნა განმარტებებით და ერთგული კომისიის წევრებით, საშუალოდ ეს არის 7-დან 8%-მდე ჯამურად. ანუ ჯამურად 7-8%-ია. ამ ეს რო არ გაეყალბებინათ ხელისუფლებას არავითარი შანსი არ ჰქონდა მთავრობის ჩამოყალიბების ერთპარტიულად. არავითარი შანსი. ვერ ჩამოაყალიბებდა და ნუ მთელი პრობლემაც ეს არის, რომ არ უნდათ ხელისუფლების განაწილება. ძალაუფლება უნდა, მაგრამ ხო. მაგრამ ეხლა ხო ამბობენ, აი მაგალითად რომ მოდი გავხსნათ უბნები. რომ გავხსნათ უბნები და დავთვალოთ რა მართლა და აი რომ გავხსნათ მართლა ეს უბანი რომელიღაც ანუ იქ რა ანუ რისი იმედი აქვს ანუ შესწორებული აქვს რა აი ეგ არ ვიცი რა გააკეთეს მე ხო ერთი მაგალითი გამახსენდა ამაზე დიდუბეში იყო ესეთი შემთხვევა სადაც საოლქო საარჩევნო კომისიამ ვერაფერ დააჯამა ერთ-ერთი უბნის შედეგი და ბოლოს მოვიდა კომისიის წევრი და თქვა რომ აი სპეციალურ სიებიო აღმოჩნდა რომ ნაგავში გადაგვიგდიო ერთი კვირის მერე და აი ახლა ნაგავში ვიპოვეთო და ნუ ნაგავს თუ ინახავენ წელიწადს მაშინ შეიძლება ჩვენ სიმართლე დავადგინოთ სხვა შემთხვევაში ახსნა განმარტებებით ყველაფერი გასწორებულია ეს სამი თვე 4 თვე თუ ნაგავს ინახავენ შეიძლება რაღაცები კიდე იყოს ნაგავს თუმცა რა ვიცი მე მგონია რომ აი მაგალითებით 1% ჩვენ უკვე დავამტკიცებთ ისფედმა თავისი სიტყვა უთხრა და დროა კობახიძემ დაპირება შეასრულოს და წავიდეს პოლიტიკიდან მაგრამ გირჩი ამბობს რომ ფაქტობრივად ჩვენ ვერ უმტკიცებთ ამათ ვერ ვამტკიცებთ ჩვენ რომ არჩევნები გაყავდა და რისი იმედი გვაქვს ხო ნუ ფაქტიურად ანუ ალეკოც მაგას ამბობდა და ალეკო ნუ ვიცით ახლა როგორც არის მეთქმა კარგად ამყოფოს ხო და ეს გირჩი ამბობს ანუ რომ არჩევნები ვერ ვამტკიცებთ რა არის ეს განაეთური აი ახლა დავამტკიცეთ ამ წამს ძალიან საინტერესოა გირჩის ეს პოზიცია იმიტომ რომ მთელი ეს გირჩის იდეა იყო, რომ ყველაფერი უნდა იყოს არჩევითი ქვეყანაში. აი ყველაფერი, პოლიციელი უნდა ავირჩიოთ, შერიფი უნდა ავირჩიოთ, მოკლედ მოსამართლე უნდა ავირჩიოთ, ყველა უნდა ავირჩიოთ და ეზოვე უნდა ავირჩიოთ. და ამ დროს ყველაზე პრინციპულ და კრიტიკულ არჩევნებში არც თავიანთ ოპოზიციურ პარტნიორებს ეკითხებიან არაფერს და უცებ ამბობენ, რომ ვერ ვამტკიცებთო და ყველა არჩევნები რო ყველაფერში რო არჩევნები შემოვიღოთ და მართლა მოსამართლეს არჩევითი გახდეს და შერიფის არჩევითი გახდეს და ბესოვის არჩევით რო გახდეს მაშინ რო ვერ დავამტკიცოთ და ის რო გაყავდა არჩევნები ეს იქნება დემოკრატია და განვითარება არ ვიცი მე მგონია რომ როგორც ზურა ჯაფარიძემ თქვა წვალობენ მე მგონია რომ ალეკოს გზა არჩეული უბრალოდ შემოვლით ანუ ცოტა გრძელი გზა რო შინ მშვიდობით მივიდნე ხო ეგეც არის ალბათ იცით რა უნდა
უნდა გითხო სასამართლო, ხო? ეხლა სასამართლოში ხო მიხედით, ხო? კი. ხო, აი რა აშკარად რაღაცა კონკრეტული დარღვევა, ხო? რაღაცა აი მიხედით და რას გეუბნებათ სასამართლო. ესე იგი სასამართლო ესეთი ძალიან მიუკერძოებელი სახის გამომეტყველებით გვისმენს ჩვენს CSKO-ს წარმომადგენლებსაც და ასე შემდეგ. და ჩვენ ვამტკიცებთ, რომ აი ეს ყველა შედეგი უნდა გაუქმდეს, იმიტომ რომ რეალურად ვერ ვადგენთ ვერაფერს, იმიტომ რომ ახლა ერთი ბიულეტენი რო აკლია, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ ეს ბიულეტენი წაიღო და რატო წაიღო? აი, როგორ შეიძლება ადამიანს გაგიჩნდეს სურვილი, რომ წაიღო ბიულეტენი? ეს კითხვა დასვით, ხო? დიახ, ეს კითხვა დავსვით. ესე იგი, კარუსელი დატრიალდა, ხო? და კარუსელის გამოჭერა ეს რთულია და ერთადერთი რითიც ეს მტკიცდება ასეთი ოქმები, სადაც ბალანსები არ დგება. და ამაზე მოპასუხის არგუმენტი იყო გენიალური. ეს უნდა ჩაიწეროს, არ ვიცი რა. მოპასუხებთ, რომ ეს ბიოლოგია რა პრობლემაა? შეიძლება ამ ქვეყანაში და საერთოდ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი მეო კოლექციონერიო. ხო შეიძლება ვისარგებლო. მე თქოს და მგონია რომ ბატონი მანო არ გეტყვით თუ არს და თუ ვინმე კოლექციონერი ხართ ამოქმედის გამოჩნდით ხალხმა. რამდენი გაქვთ გვანა? ბიულეტენებს ვინც ინახავთ სახლში კოლექციის აკრავთ კედელზე. გამოჩნდით მეხოწები. მაგრამ აქ ყველაზე ისეთი დიდი ცინიზმი ის არის, რომ ქართული ოცნება იწყებს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომ გამოიძიოს არჩევნები გაყალბდა თუ არა, ანუ თვითონვე აპირებენ რომ გამოიძიონ ეს არჩევნები. ანუ მიხდით ხო წინადადება როგორი რთულია. ხომ ხვდებით როგორი რთული წინადადება, ანუ ქართული ოცნება ქმნის კომისიას, რომელმაც უნდა გამოიძიოს არჩევნები გაყალბდა თუ არა, თავისივე ჩატარებულა. წინადადება ძალიან რთულია. დაარეგისტრირა გადგენილების პროექტი, თუმცა ჯერ კომისიის წევრები არ ყავს განსაზღვრული, იმიტომ რომ ფიქრობ რომ გასაჭირშია. რადგან თვითონ რეგლამენტის თანახმად ნახევარი უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი აუცილებლად საგამოძიებო კომისიაში და ნახევარი ეხლა ალბათ არჩევანის საკითხი აქვს რა, ასე მოქალაქეებიდან არჩიონ თუ ევროპელი სოციალისტებიდან კომისიის წევრები, ეს ექნება სერიოზული დილემა ოპოზიცია ერთმანეთს რო არ დაერიოს პარლამენტში რა. კარგი. რა ვიცი ახლა მე მგონია რომ საკმარისად ვისაუბრეთ ამაზე. ნუ არ ვიცი ახლა ამ სამთავრობო ცვლილებებზე რა შეხედულება გაქვთ, ამდენად მოგწონთ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრად, თქვენ როგორც პროფესიონალ პოლიტიკოსს, იმიტომ რომ აქვს ირაკლის ხო თავისი სიძლიერეებიც და სისუსტეებიც, თქვენთვის რომელი არის ყველაზე გამორჩეული? მას აქვს სერიოზული კონსტრუქციული პოლიტიკოსის იმიჯი დამკვიდრებული. დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის და საერთოდ ორი ირაკლი კობახიძის ფენომენი აშკარად მუშაობს რა. ირაკლი კობახიძე რო ყავს პრემიერად, ერთი ის გამშვიდებს რომ ორია, მიხვდი? დიახ, და ორი კარგად ეყოფა, კარგად. ორი პრემიერი ყავს, ორი ირაკლი. აბარა ერთი ხო მე ძალიან სერიოზული პოზიციაა პრემიერობა და გახარი აშკარად ვერ გაჩავს ამდენს და ირაკლი ორი იქნება რა. კი. თქვენ წარმოშობით ხართ სვანი? კი. კორძაია. დიახ. აი ამიხსენით რანაირად? ესე იგი მე ვარ ძალიან ცნობილი სოფლიდან წარმოშობით, ანუ ჩემი გვარი, ძირი არის სოფელი ეცერიდან, ანუ საშიში სვანიდან, იცით ალბათ ხო ეს სოფელი. ანუ სახიფათო სვანი ხარ? და არა მე თვითონ სოხუმში დაბადებული და გაზრდილი ვარ. დიახ, ეგ ვიცი. ხო სვანებთან მუდმივი რა თქმა უნდა. ძირი, ფესვები, ყოველთვის ჩავდიოდით ყოველთვის სვანეთში და რა თქმა უნდა კონტაქტები ჰქონდა. თვითონ გვარი უფრო მეგრულს გავს, კორძაია, ხო? კი, მაგრამ კორძაები არიან იმერლებიც, მეგრელებიც და სვანებიც. სვანები ყველაზე ცოტა ვართ სიძულობაში. ხო, ანუ იცით სვანური ენა? ისე რა, ნუ საუბარი მესმის და კი. ხო. აი მაგალითად როგორ იქნება სვანურად საქართველოში უნდა გათენდეს? გავიხსენო, საქართველოს უნდა ადრჰენეს. ადრჰენეს არის გათენდეს. ადრჰენეს. ადრჰენეს? ეს არის საქართველოში უნდა გათენდეს. კაი, ბიძინას ხელი მწიფეა? ბიძინასში მხილი. ბიძინასში მხილი, ანუ ხელი მწიფეა, ეს არის ბიძინას ხელი მწიფეა, კაი. გაწიკწიკებული საარჩევნო კოდექსი. ეს იქნება გაწიკწიკებულს ვერ გეტყვით, მაგრამ რასაც გულისხმობს იმას ვთარგმნი, ანუ ლ-დაწყეს არჩევნო კოდექსი, ანუ დაწყობილი, დალაგებული, ლ-დაწყეს. ანუ გაწიკწიკებულიც არ ითარგმნება, არ არსებობს, მარტო ალეგორია. ვერ დავში, შეიძლება, მაგრამ მე ვერ დავდე თავს ასეთ ღრმასად.
ძალიან კარგია ესე იგი. კიდე რა მინდოდა მე კითხა, რამდენად უყურებთ ხოლმე ჩვენს ტელევიზიას, ჩვენი გადაცემები, რაღაცა. კი, ძირითადად ეხა ოპოზიციური არქების მაყურებელი. ვანოშოუს მაყურებელი ხართ ესე იგი. კი. მადლობ, დიდი მადლობა ეს ჩვენთვის. ვანოშოუს მე ვანოშოუს მე შემდეგ რო იწყება გადაცემა, იმ გადაცემასაც უყურებთ ხოლმე ალბათ სავარაუდოდ. ხანდახან. ბატონი ნიკა გვარამიას გადაცემა, ეს არის გადაცემა მთავარი ჭკვიანი. მთავარი ჭკვიანი შემოვიტანე ამ გადაცემაში ძირითადად უფრო პოლიტიკური შეკითხვები იქნება და თავისი სავარაუდო პასუხები. რა თქმა უნდა, თქვენ თუ იქნებით თანახმარო ვითამაშოთ. დიახ. მაშასე ჩვენ თამაშობთ თამაშს მთავარი ჭკვიანი მანო ჯავახიშვილთან. პირველი შეკითხვა. ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? A. დათა თუთაშხია. B. ბიძინა ივანიშვილი. G. ილია ჭავჭავაძე. D. ექვთიმე თაყაიშვილი. E. ექვთიმე თაყაიშვილი და დათა თუთაშხია. ბიძინა ივანიშვილი ყველაფერია. ბიძინა ყველაფერია. ნუ სწორი პასუხია ექვთიმე თაყაიშვილი და დათა თუთაშხია. იმიტომ რომ მოკიდა ხელი ქვეყნის სიმდიდრეს რა საოცრად წავიდა. აი, ეს არის. ფული პასუხია. შემდეგი კითხვა ასეთია, ხალბატონო თამარ. გვეშველება რამე? A. არა. B. ჯერ არა. G. თუ ევროპა არ ჩაერია, ისე არა. D. რატომაც არა. და E. ჩასვით სასურველი იმედის მომცემი სიტყვა. არა მოუწყდები. სწორი პასუხია E. ჩასვით სასურველი იმედის სიტყვა. შემდეგი, თუ ხელისუფლებამ შემოგთავაზად გაწიკწიკებული საარჩევნო კოდექსი, მაგ შემთხვევაში შევა თუ არა პარლამენტში ალეკო ელისაშვილი. უი, ბოდიში ეს ცოტა ძველი კითხვა ხო? ძველი კითხვა არის, შევცვლი კითხვას ბოდიში. რას თხოვა ალეკო ელისაშვილს საგარეჯოელმა გლეხმა? გეხვეწები ალეკო, არ აიშვა, არ აიჭრა, არ ჩაიჭრა, არ მაიჭრა. აკლია ბოლო. სწორი პასუხი. ეს პასუხი აკლია. იმიტომ რომ არა, ყველა პასუხი სწორია, იმიტომ რომ ყველას მოიცავს ის ერთი პასუხი. შემდეგ კითხვა თქვენ არ გეცოდინებათ, არც მე არ ვიცი ქართული ოცნებიდან მომაწოდეს ამისი სწორი პასუხი. ო? დამაინტრიგებელი. რას ღიღინებს ბიძინა ივანიშვილი აბაზანოში? აუ? A. ბიჭიკოს არიას ფილმიდან უდიპლომო სასიძო. B. ვივალდის წელიწადის დროებს. G. ჯენიფერ ლოპესის I'm not your mom. და D. არც ერთი პასუხი არ არის სწორი. მე მგონი ჯენიფერ ლოპესი ახლა. არა. არც ერთი პასუხი არ არის სწორი, იმიტომ რომ ივანიშვილი აბაზანოში არ ღიღინებს საერთოდ. არა. თუ არ არც ერთი პასუხი არ არის სწორი, იმიტომ რომ ივანიშვილი აბაზანაში ღარიბაშვილს ამბობს. სიმე იუმორი გქონდა. და ბოლო კითხვა. გაყალბების რომელი მეთოდი გამოიყენა ქართულმა ოცნებამ? A. ოქმების გადაწერა. B. სომხური კარუსელი. G. ავტობუსებით ხალხის მიყვანა. D. ძველი ბიჭების ჩარევა. E. უბნების იარაღით დარბევა. ბიულეტინის მასიურად ჩაყრა. უბნებზე ფულის დარიგება. საარჩევნო ყუთის მთლიანად გადაყლაპვა. მე მგონი სიას ვერ ამოძურავს. საარჩევნო ყუთის მთლიანად გადაყლაპვა. უბანზე სულის გამოძახება, ჩამქრალ უბანზე ილუზიონისტის შეშვება, ოპოზიციურ უბნებზე მახრჩობელა გველის შეგდება. ბევრი ფიქრი არ გიდათ, აქ ყველა პასუხი სწორია, ქალბატონო თამარ. აი ეს იყო ეს ბოლო კითხვა მართლაც რომ მე მეგონა სია არ დასული. არა, კიდე იყო ბევრი აღარ ჩამოვთვალე, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო წავიდოდა. ქალბატონ თამარ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მობრძანდით, ვიცი ეს ორი დღე ძალიან ნერვიულობდით რაღაცა თემებზე, მაგრამ მე მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად დამთავრდება. კი, მეც მჯერა რომ ჩვენ ვართ მართალი იმაში, რასაც ვლაპარაკობთ, მართალი ვართ იმაში, რომ ქართულმა ოცნებამ ევროპული პერსპექტივა წაართვა ამ ქვეყანას და ის არ არის ამის დამთმობი. დიდი მადლობა ქალბატონი თამარ კორძაია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა.